საღამოშვიდობის მოგესალმებით 325 დღეა რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. შეგახსენებთ რომ 325 დღის წინ 28 ნოემბერს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და თქვა რომ ქვეყანა უარს ამბობდა ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და წყვეტდა 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. იმ ღამით საქართველოს არაერთ ქალაქში ადამიანები გამოვიდნენ ქუჩებში და შეიძლება ითქვას 325 დღეა სახლში არ შესულან, რადგან ეს პროტესტი უწყვეტად გრძელდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში. ზოგჯერ პროტესტი ხალხმრავალია ხოლმე, ზოგჯერ მცირერიცხოვანი, თუმცა რამდენიმე ადამიანი ყოველთვის არის ნებისმიერ ამინდში, რომელიც გამოდის, ჯიუტად დგება და აპროტესტებს ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გაცხადებულად რამდენიმე წლით, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში მრავალი წლით დააპაუზოს. დღევანდელი დღე არის ძალიან ისეთი უცნაური ნიუსებით, ახალი ამბებით სავსე. დღეს გავიგეთ, რომ თურმე გუშინ 17 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაჩხრიკა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლები, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სახლები გაჩხრიკეს. კონკრეტულად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც თანხა საათები ოქროულობა ამოიღეს, გაჩხრიკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლი ლუაშვილის სახლი, ასევე გაჩხრიკეს სახლები ვანში, ხარაგაულში, ბორჯომში, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სუსის ბრიფინგიდან და მე სანამ აქ აქციის მონაწილეებს გავესაუბრებოდე, წაგიკითხავთ, რომ სუსის ინფორმაციით ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული. საერთო ჯამში 7 მილიონი აშშ დოლარი, ამერიკული დოლარი და 116,000 ლარი. ასევე 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა, აქ საუბარია ოქროულობაზე, ასე ვთქვათ, ოქროს ნივთებზე, ოქროს ნაკეთობებზე, 198 ერთეული ამოღებული, ასევე ამოღებულია ძვირადღირებული საათები, ნახატები და დოკუმენტაცია რამდენიმე 1000 ფურცლად. ასევე 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა, აქ იგულისხმება ასევე ლეპტოპები, პლანშეტები და ასე შემდეგ. სუსის ინფორმაციით ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების სახლები ჩხრეკაში საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. დღეს როგორც უკვე გითხარით, ტრადიციულად ბათუმში ვართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ მოქალაქეები არიან შეკრებილები და დღევანდელი საუბრის თემა იქნება სწორედ ყოფილ მაღალჩინოსნების სახლებიში ჩატარებული ჩხრეკები, რატომ გაჩხრიკეს, რას ეძებენ და რისი ჩვენება უნდა ამით ბიძინა ივანიშვილს. რას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი? ეს არის კითხვა, რომელსაც მე ხა დავუსვამ გიორგი კირთაძეს. ბატონ გიორგი, გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. მაყურებელს ახლახანს გავაცანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი დღევანდელი, საიდანაც გავიგეთ, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სახლი გაჩხრიკეს გრიგოლი ლუაშვილის სახლი, ძვირფასეულობა ამოიღეს, 7 მილიონზე მეტი ფული ამოიღეს
მე მაინტერესებს რას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. აი, ეს არის ჩემი კითხვა. ხო, ოღონდ ალბათ ამაც გადავიდეთ, მაგრამ მანამ შევაფასოთ ის რაც ვნახეთ და დარწმუნებული ვარ, რა ვიცი. ალბათ 10 ჯერ მეტი ვერ ვნახეთ და შორს ვარ იმაზე და რომ ღარიბაშვილს ყველა ფული ქეში რაც აქვს, ეხა სახში ქონდა დაალაგებული, ალბათ სხვა საიმედო ადგილებში აქვს შენახული და არ ვიცი ეგ ფული საიდან აქვს, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, რადგან საუბრობდით ყველანი ერთად ალბათ. თქვენ ამ შორის განსაკუთრებით ჟურნალისტები, არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები, რომ ქვეყანაში იყო მასშტაბური კორუფცია, რომ ქვეყანაში ნარკოტრაფიკი იყო უმაღლეს დონეზე, ის რომ კოლ-ცენტრები იყო, აქ როგორც ჩანს, ეს არის ჯამში იმის შედეგი უკვე დღეს ასაც უყურებთ, ხო? მაგრამ აქ თავარი და ალბათ ყველაზე განსაცდელი, ცოტა გამოუგნებელი იყო ის ვირფასეულობა, მათ შორის რაც სახში ქონდა და რა ვიცი, მე არასდროს დამოვიწყდება, რომ დღეს ნახე, რეალურად საკიდი მანქანის ოქროსი. აი გავიგე რომ შეიძლება კარგი მანქანა მოწონს და კორუფციული გზებით იშოვა და კარგი მანქანა იყიდა. საკიდი ოქროსი, ნუ თუ მათხოვარი ქუჩაში არის გაჭირვებული ადამიანები ამ ქვეყანაში არსებობს. ანუ მე ვერ წარმოვიდგენ მსგავსი ტიპის აქვს ღორობა, ალბათ პირდაპირ უნდა დავარქვათ ამას, როგორ შეიძლება მსგავს რაღაცა ეტაპს მიაღწიოს ადამიანს. ამიტომ რა თქმა უნდა არის ამას ზენი ერთის მხრივ. ხალხი ამ ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნელად გარბის. პირდაპირ მნიშვნელობით ლუკმაპურის საშოვნელად რომ ბანკის კრედიტი გადაიხადოს, შვილს განათლება მისცეს, ჯანდაცვა და რაღაცა მშობელი, როცა პენსიონერი ყავს, რაღაცა სიბერი მაინც ნორმალური ქონდეს ამ ხალხს და ამისთვის რაღაც მექსიკის გავლით ამერიკაში გარბის ხალხი და ამ ხალხის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი პირები როგორ ცხოვრობენ ეს ვნახეთ კარგად ყველა მერხად. რაც შეეხება იმას რატო აკეთებს ამას ბიძინა ივანიშვილი არ მგონია რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას ჯეროდეს ის რომ ამას ბიძინა აკეთებს კორუფციასთან ბრძოლის გამო ეს ხო არასერიოზული და არასწორია თუ მართლა კორუფციას ებრძვის ეხლა ვინც ყავს მთავრობაში მათ ნაკლები ფული აქვს თუ დღეს აღარ იღებენ ფულს თუ კორუფციული რაღაცა სქემები დღეს არ არის დაალაგებული თუ რა კოლ-ცენტრები გაუქმდა ამ ქვეყანაში ნარკოტრაფიკი აღარ არის ნებისმიერი ბიზნესიდან ფულს არ იღებენ მშენებლობა იქნება ეს ტენდერები თუ ნებისმიერ სხვა ხო უბრალოდ აქ არის ჩემი აზრით მანიაკალური შიშები აქვს ბიძინა ივანიშვილს ეჭვიანობა დაწყებული გადაწყვიტა რომ ვიღაცა ადამიანები შესაძლოა თქვათ ისეთი ერთგულები მისი აღარ იყვნენ და ამიტომ გადაწყვიტა რომ ამ ხალხს წაართვას ის რაც პრინციპში მან თვითონვე აშოვლინა თავის დროზე დღეს მოქმედი მინისტრების კორუფციაზე მიანიშნეთ და 2 დღის წინ განხილვის თემა იყო სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭერიშვილის პერანგი რომელიც მას ეცვადა რომელიც ღირდა დაახლოებით 6000 ლარამდე როგორ შეიძლება მინისტრმა არსებული ხელფასით მხოლოდ ერთ პერანგში მისცეს ამხელა თანხა ასევე ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქრივიშვილის დეკლარაცია საკმაოდ ისეთი მილიონერი მინისტრი ყავს აღმოჩნდა ეს ყველაფერი თუ კი მოქმედ ჩინოვნიკებზეც არის ეჭვი რომ შესაძლოა ისინი კორუფციაში იყვნენ გარეულები რატომ დაერია ჭყალებში ასე ვთქვათ მხოლოდ ყოფილ ჩინოვნიკებს ჯერ და მოქმედებს რატომ არ იმჩნევს ხო ისინი ჯერ ყოფილები გახადა ანუ მოხსნა თანამდებობიდან და შემდეგ დაიჭირა და პრაქტიკულად დღეს სამსახურში მუშაობა ამათი თანამდებობაზე ყოფნა პროცესისთვის ნიშნავს რაღაც პერიოდი იმას რომ მას ბიძინა არ დაიჭერს რეალურად ამას ნიშნავს ხო აი ამ შენობაში აქ საერთოდ ახლა გამოვიდა სამუშაოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. წარმოიდგინეთ, კაცი მინისტრი იყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო. თუ აჭარაში კორუფციაზე და კორუფციულ სკანდალებზე საუბრობდნენ, წარმოუდგენელია მისი უშუალო მონაწილეობისა თუ ჩარევის გარეშე ეს ყველაფერი მოხდარიყო და გადმოვიდა ბევრად უფრო დაბალ თანამდებობაზე. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შეუქმნეს არ არსებობდა ეგ თანამდებობა და შეუქმნეს. რატო გააკეთა მან ეს? ხო ალბათ მისთვისაც ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა და გასულიყო ეხლა და სადმე შვიდად ეცხოვრა. მაგრამ თვითონ ზუსტად იცის რომ თუ ის დარჩებოდა უსამსახუროდ, მას აუცილებლად მიადგებოდა მე ანტიკორუფციული რესურსი თუ ვიღაცები და დაიჭერდნენ და როგორც ეს ამის სანაცვლოდ და სხვა კიდე ბევრი რაღაცის სანაცვლოდ მან ჯერჯერობით მიიღო ხელშეუხებლობა. საბოლოო ჯამში მე პრაქტიკულად არ ვიცნობ, კი არა და არ მეგულება არაფროდ მაღალი საშუალო თანამდებობაზე მყოფი ადამიანიც კი დღევანდელი რეჟიმის ვერტიკალში, რომელიც მართლა ცხოვრობს ხელფასით. მაღალი ხელფასით, როგორც ცხოვრობს ამ ხელფასით.
პატარა არის ბათუმის და ქვეყანას პატარა არის. ხო ყველანი კარგად ხედავთ. ხო წარმოუდგენელია თუნდაც იმ 5-7 თუ 10,000 ლარიანი ხელფასით შეძლოს ამ ადამიანებმა ისე ფუფუნებაში ცხოვრება თავის ოჯახებთან ერთად, როგორც ამას ყველანი ხედავთ მათ სოციალური ქსელებით თუ სხვადასხვა ინფორმაცია. ამიტომ კორუფცია რა თქმა უნდა ისევ მასშტაბური არის ამ ქვეყანაში. ივანიშვილი კორუფციაზე დაიჭერს მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც რაღაცა მისთვის ამ ეტაპზე არის რაღაცა არასანდო ან არასაჭირო ხალხი. თორე თუ ჩათვლის საჭიროდ რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ესეთთვის ადამიანი ჭირდება, რა ვიცი, ძალიან საჭიროა ამ ფულს გააკეთებინოს. და ბოლოს მინდა გკითხო, დღეს რომან გოცირიძე წერდა, რომ ივანიშვილი ცდილობს, ეკონომისტები იცნობთ, სამი მოწვევის პარლამენტის წევრია და ის ამბობდა, რომ ამით ივანიშვილი ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას, დაშინებას, მტრის ხატის შექმნას, ასევე შიგნით თავისიანების დაშინებასაც, რომ ყველას ეშინოდეს მისი და ამით გაიმტკიცოს ძალაუფლება. რამდენად თანხმობით და რამდენად მიყვებით ამ ხაზს, რომ გარდა ეგრეთ წოდებული კორუფციასთან ბრძოლისა, ეს არის, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმის ჩაბეტონებაც. ყველაფერად ჩამოთვალოთ, ყველაფერი მართალია, ერთადერთი რაც არ არის მართალი, არის ის, რომ თითქოს ივანიშვილი ებრძვის კორუფციას. ივანიშვილი არ ებრძვის კორუფციას. ივანიშვილი რეპრესიებით და ათასი უბედურებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, მიტაცებული ძალაუფლება, ეს არის მხოლოდ მისი მიზანი. ამიტომ ხო, ბევრი ადამიანის დაჭერა, მათ შორის ისეთი ადამიანების, ვინც მის გულში გუშინ იყვნენ, მაგრამ დღეს აღარ ენდობა, არის პრევენციული ხასიათის მისთვის, როგორც ჩანს, მისი გადასახედა, რომ სხვა ამ რაღაცაც უკი არ გაბედოს ან არ გაიფიქროს და ხო, კონტროლო ფული კიდე ქვეყანაში არ უნდა კონდეს. ყველა თეთრს ის უნდა აკონტროლოს. ეს არის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიზანი და ამასთან ერთად აი ცნობილი ამბავია ხო რიჟვაზი დაწყებული ძალიან ბევრი ადამიანს ბიძინაო და მე მჯერა რომ ეს მართლაც ესე არის. თავის ბიძინა ამას ესე უყურებს. ამ სანქციებით და შეზღუდვებით, რომელიც მან სამართლიანად დაიმსახურა ამ ქვეყანაში დემოკრატიის დასამარებისთვის, რაღაც რაოდენობის თავისუფლება მან დაკარგა. და ეხლა ცდილობს ამის კომპენსირებას, უცებ გვერდით მოbrunდა და აღმოაჩინა რომ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და ვიღაცებს აქ ბევრი მილიარდი უშოვია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე გავიდა, ჩვენ დღემდე არ ვიცით რა დაემართა თორნიკე რიჟვაძეს და ნიშანდობლივი ალბათ ისიც, რომ ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინც მას ღირებ გამოუცხადა მხარდაჭერა. ის რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან არაფერი თორნიკე რიჟვაძის შესახებ. არის თორე ერთგვარი უპატივცემულობა კანონისაც, სამართლისაც და ასე ვთქვათ, ერთგვარი განაცხადი, რომ თუ კი რაღაც ხდება და ეჯახება ის ქართული ოცნების ინტერესებს, მაშინ ყველას უფლებები ანულირდება იქ და არაფერი აღარ. საერთოდ საუბარი განსაკუთრებით რიჟვაძის შემთხვევაში. რიჟვაძის შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ადამიანის სიცოცხლესაც კი არანაირი ფასი არ აქვს. არ ვიცი ეს როლეს თუ თავს იკლავდა. ჩვენც არ ვიცით, მეც ვერ ვარქმევ სახელს. 36 წლის კაცი არაფრის გამო თავს არ იკლავს და თუ ის მართლა თავს იკლავდა, ეს კიდევ უფრო ბევრად ძიმე შემთხვევა ქონია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხელით თორნიკე რიჟვაძის სასიკვდილოდ იქნა გაწერილი. მხოლოდ ღმერთმა გადაარჩინა მართლა და აქ უნდა რომ ჯანმრთელობა უსულო უნებრივია მას, მაგრამ დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის ადამიანებისადმი ზოგადად, მათ შორის მისი გუნდის წევრებისადმი, მათ შორის ისეთი ხალხისადმი, რომელიც მის ნებისმიერ ბრძანებას უსწრაფოდ ასრულებდა და ეგეთი იყო, რა თქმა უნდა, თორნიკე რიჟვაძე. ჩანს ამ მაგალითიდან. ამიტომ უნდა დაფიქრდეს ყველა, თუ კიდე შერჩათ რაღაც აზროვნების უნარი იმ ადამიანებს, ვინც დღესაც ივანიშვილის უკანონო დავალებებს ასრულებენ. ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, თორნიკე რიჟვაძის, არ ვიცი, უკვე ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და სხვათა შემთხვევები აუცილებლად მიუკაკუნებს რეპრესიის მანქანა თითოეულ მათგანს ახლის კართან და აქაც ახალი კი არაფერი არ არის. რუსული ტიპის რეჟიმებს, ზოგადად ამ ტიპის რეჟიმებს ესი ახასიათებს. ავიც ბოლშევიკებმა ვინ მოკლეს დასაწყისში, მე კიდე ცოტა ხანში როგორ დაწყვიტეს ერთმანეთი და თავისიანები, როგორ შეეწირა მე პრაქტიკულად ყველა ამ რეჟიმს. ეს ხო რა ვიცი, აგერ იყო ცოტა ხნის წინ იყო კაცო და სკოლის წიგნები გადავშალოთ ბოლო და იქ წავიკითხო. ხო ეს ლენინი იქნებოდა ტროცკი თუ კამო თუ მე გაგრძელებული ბოლო სტალინთა და ბერიათ ხო დამთავრებული მე ლამის მაგათი. ამიტომ რეჟიმების ბოლო ყოველთვის ეგ არის. რაღაცა პერიოდი ის ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას რეპრესიული მექანიზმებით, როგორც რა თქმა უნდა, მე საკუთარი შვილებისა და საკუთარი თავის შეჭმას იწყებს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი კირთაძე, საუბრობდით გიორგი კირთაძესთან.
ვართ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აზა გაბუნიას ხედავ და აზას მინდა ვკითხო. დღეს როდესაც მოусმინეთ ახალ ამბებს, სადაც საიდანაც გავიგეთ, რომ პრემიერ-მინისტრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და სუსის უფროსის სახლი გაჩხიკეს და მე ნახეთ ის კადრები, ანუ ასევე ფარცხალაძის სახლიც. როგორ იყო თქვენი რეაქცია? ხო, რეაქცია ფაქტიურად მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ მართალია ქართული ოცნება და მისი მაღალ ჩინოსნები ამას ყოველთვის უარყოფდნენ, მაგრამ ცხადი იყო, ხო, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, რომ მათ სერიოზული ღვევა ჰქონდათ ქართულ ოცნებაში. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ ენდობა თავიანთ დობით აღჭურვილ პირებს, რომელზედაც ფაქტიურად იდგა მთელი ამ 13 წლის განმავლობაში რეჟიმი, რომელმაც ის სისტემა, რომელიც დღეს არის და რეპრესიებიც დღეს არის ქვეყანაში, ზუსტად ამ ადამიანებმა შექმნეს. ეს არის ფარცხალაძე, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და ასე შემდეგ, ხო? და სწორედ ეს ადამიანები, რომლებზეც იდგა და მუდმივად მუდამ გვერდით ყავდა, მისი მარჯვენა ხელი იყო, დღეს ვხედავთ, რომ ისინი მისი მოსიწყლე მტრები გახდნენ, ხო? და ვხედავთ, როგორ გაუსწორდებოდნენ მათ, როგორ ყავდათ ის შინაპატიურობა. ვერ ყოფდნენ აი ამ კორუფციის ფაქტებს და დღეს თვითონ ამბობენ. მათ ზუსტად მაგისკენ მივდიოდი, მაგის თქმა მინდოდა, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, ხო, აი მედია საშუალებები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ადამიანები, აქტივისტები ამას ვაჟღერებდით, მაგრამ საპირისპირო რაღაც მედიები, ან მათი პროპაგანდისტული მედიები საპირისპიროს უმტკიცებდნენ საზოგადოებას, რომ ეს არის ტყუილი, თქვენ ვართ საწოდავები, საიდან მოგაქვთ, ეს არის თქვენი ილუზია, თქვენი სურვილი, რომ ეს ასეა, არასოდეს არ გაემიჯნებიან ერთმანეთს ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილი ხედავდით ჩვენ, ხო, ვერასთანაც ძალიან დაახლოებული პირი იყო, ხო? და ანუ ადამიანი, რომელიც მუდმივად თან ყავდათ, ეხლა რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ეს საზოგადოება? ანუ ქართული ოცნება საკუთარ უახლოეს გარემოცვას არ ინდობს, ხო? და ამას გარდა ქართული ოცნება ამბობს, რომ მისი გარემოცვა არის კორუმპირებული, ამას არ ნიშნავს. ცხადია, ხო, უშუალოდ მაგას ვამბობ, ანუ ადამიანები, რომლებმაც ეს რეჟიმი, ეს ქვეყანა მოიყვანეს აქამდე, სწორედ ამ ადამიანებზე ამბობენ, რომ არიან კორუმპირებული. ეს ნიშნავს თუ არა იმას, ახლა რიტორიკული კითხვა უნდა დავსვა, ხო? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თვითონაც და ყველა ის დანარჩენი ადამიანებიც, რომლებიც ამ წუთას არის ამ რეჟიმში, არიან კორუმპირებული. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პრემიერ-მინისტრი, პროკურორი, სუსის მმართველი და ასე შემდეგ იყვნენ ჩართული კორუფციაში და ამის შესახებ არ ცნობდა მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილს, არ ცნობდა პაპუაშვილს, არ ცნობდა ბიძინა ივანიშვილს და ასე შემდეგ. ისევე როგორც თორნიკე რიჟვაძის ამბავი, ხო, ადამიანი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, ან მოკლეს, ეგ უკვე გამოძიების საკითხია, ცდილობდნენ ამის ლიკვიდაციას და დღეს ისიც გადამალული ყავთ, არ ვიცით სად არის, ამხელა ინტერესია საზოგადოებაში. დიახ, ამხელა ინტერესია საზოგადოებაში, ის ადამიანი 7 წლის განმავლობაში მართავდა რეგიონს, იყო ერთ-ერთი მათ შორის ქართული ოცნების თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელზედაც იდგა რეჟიმი ასევე და ადამიანი უცებ გააქრეს პოლიტიკური ველიდან, ხო? უცებ მოშორდეს. ანუ და არ ვიცით რა როგორ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცოცხალია თუ მკვდარია, პატიმრობაშია თუ არა, ეს არის ყველაფერი შენიღბული. სად მიდის ქვეყანა? რა ხდება? გადაწყვეტეს, რომ ქვეყანა შემოღობონ, ლიკვიდაცია მოახდინონ, გააუქმონ ყველანაირი სტრუქტურა, განათლება გაანადგურონ, ადამიანები დაიჭირონ, არასამთავრობო ორგანიზაციები დახურონ, ლიკვიდაცია გაუკეთონ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები ციხეში გამოკეთონ, პარტიები გააუქმონ. ფაქტიურად ქვეყანას უპირებენ განადგურებას. არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ჩრდილოეთ კორეაში მივდივართ და არ ვიცი, მე მგონია, რომ ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში და ყოველთვის ვამბობთ ამას ჩვენ, რომ ეს რაც დღეს ხდება, არ ხდება მხოლოდ ერთეული ადამიანების კისერზე და ამის პირისპირ აღმოჩნდება თითეული მოქალაქე და დღევანდელი, გუშინდელი განათლების ერთგვარი რეფორმითაც
ხედავთ, რომ თითოეულ ადამიანს მიადგება ეს რეჟიმი. ძალიან დიდი მადლობა აზა გაბუნია თავისუფლების მოედნის წარმომადგენელს ვესაუბრებოდით ვართ საქართველოს დავსაუბრობთ დღეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, იცით რომ უწყვეტი საპროტესტო აქციებია და დღეს ცნობილი გახდა რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები, უფრო სწორად ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი მაღალჩინოსნების სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, უკაცრავად აზრი გამიწყდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც თანახმადაც მოუწოდა, თქვენ იცით რომ შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საქართველოში, რომელიც ცვლილებების მიხედვითაც გზის გადაკეტვაზე გამკაცრდა ჯარიმები და პირდაპირ პატიმრობას ითვალისწინებს, ასევე სახით ნიღბის დაფარვაზე და დაახლოებით 15 წუთის წინ გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია და თბილისში რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა გაეხსნათ გზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გზა გადაკეტა არასაკმარისი ოდენობის ხალხმა და ამიტომ აუცილებლად თუ 15 წუთი მისცა მოქალაქეებს გზის გასახსნელად. დღევანდელი ამბავი მინდა კიდევ ერთხელ გაცნობოთ. როგორც უკვე გითხარით, სუსმა ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობით ფული და ძვირფასეულობა ამოიღო. სუსის ინფორმაციით 17 ოქტომბერს გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. გეტყვით, რომ ამ ჩამოთვლისიდან რომეო მიქაუტაძე არის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე და ის დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია. მას დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებაზე დავება პროკურატურა და დღეს გავრცელებული ინფორმაციით ჩხრეკის შედეგად, ამ სახელმწიფო შედეგად ამოიღეს $7 მილიონ მეტი, 136,000 ლარი, 198 ერთეული ძვირფასი ოქროს ძვირფასი ნარკეთობა, ამოიღეს საათები, ძვირადღირებული ნახატები, რამდენიმე 1000 ფურცელი დოკუმენტაცია ამოიღეს და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა, იგულისხმება პლანშეტები და კომპიუტერები.